ამ დავალებაში უკვე შემოდის analog write. Analog write ნიშნავს, რომ ანალოგიური სიგნალით ავანთოთ ან დავატრიალოთ ძრავი. ამ შემთხვევაში LED ავანთოთ ანალოგიურ სიგნალით. ახლა რას ნიშნავს ეს? ესე იგი, ჩვენ აი ამ დავალებაში თუ წერდით digitalს-ზე ვაგზავნით highs, ეს ნიშნავდა, რომ მაქსიმალური სიკაშკაშით LED აინთებოდა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია LED-ის სიკაშკაშე ვაკონტროლოთ. ესე იგი, შეგვიძლია ოდნავ ავანთოთ, აი ბჟუტყვას რო ვეძახით, ოდნავ ის იყოს, შეგვიძლია მაქსიმალური სიკაშკაშით ავანთოთ და ასე შემდეგ. ჯერ გეტყვით, რომ LED-ის სიკაშკაშე განისაზღვრება 0-დან 255-მდე, ანუ თუ დავწერთ, რომ LED-ის, ანუ LED აანთე 255-ით, მაგ შემთხვევაში ვიცით, რომ LED აინთება მაქსიმალური სიკაშკაშით. მოდი ახლა აქ Tinker-ს დავაჭერ, ისევ ახალ წრეც შევქმნი. გადმოვიტან ისევ Arduino-ს, გადმოვიტან LED-ს, გადმოვიტან რეზისტორს აქ შევაერთებ. ამ LED-ს წამოვიღებ და შევაერთებ მეხუთე პინში, აი ასე, ამას შევაერთებ ground-ზე. და ამ კაბელის ფერს შევცვლი იყოს შავი ფერის. ესე იგი, როგორც გითხარით, LED-ის სიკაშკაშე განისაზღვრება 0-დან 255-მდე. კოდს დავაჭიროთ, ბლოკი ჩამოვშალოთ, ტექსტი ავირჩიოთ, continuous დავაჭიროთ. ეს კოდი კიდევ წავშალოთ. ახლა როგორ ვაკეთებთ ამას? ესე იგი, არსებობს ასეთი ბრძანება analog write. Analog write ნიშნავს, რომ ანალოგიური სიგნალით აანთე ეს LED. თუ ჩვენ წერდით digital write, როგორც გითხარით, მაქსიმალური სიკაშკაშით ანათებდა, ხოლო analog write-ით შეგვიძლია განვსაზღვროთ ჩვენ სიკაშკაშე. კაი, მოდი დავიწყოთ ახლა. ესე იგი, როგორც ვიცით, უკვე Arduino-ში არსებობს ორი ფუნქცია, void setup. გავხსენეთ ბრჭყილები, ფიგურული ბრჭყილი გავხსენეთ, ჩამოვედით ქვევით და დავხურეთ აუცილებლად, არ დაგვავიწყდეს ეს ფიგურული ბრჭყილის დახურვა. აი აქ პინი განვსაზღვროთ ჯერ, ესე იგი, setup-ში ვსაზღვროთ პინს, ანუ pin mode უნდა დავწეროთ, გავხსენეთ ბრჭყილი და მეხუთე პინი უნდა იყოს output-ი. output-ს წერთ დიდი ასოებით. ახლა შემდეგ მეორე ფუნქციას ვქვნით, როგორც უკვე ვიცით, setup-ში ჩაწერილი კოდი ერთხელ სრულდება კოდის გაშვებისას. ახლა void loop მეორე ფუნქცია, რომელიც მუდმივად სრულდება კოდის გაშვებისას და რას ვაკეთებთ ახლა აქ? ჯერ პირველ რიგში analog write-ი განვიხილოთ. ესე იგი, ვწერთ analog write, ანუ W დიდი ასოთი და მეხუთე პინზე გავუშვი, პირობითად დავწეროთ ახლა 100. ბრჭყილი დავხურეთ და წერტილმძიმე დავწერეთ. Starts დავაჭიროთ. და აი აქ ჯერ რეზისტორი შევცვალოთ, სტოპი, რეზისტორის წინაღობა შევცვალოთ, აქ იყოს 220 ომი და კილო ომი გადავიყვანოთ ომზე. გავუშვათ ახლა ეს კოდში გადავიდეთ და დაუკვირდით ამის სიკაშკაშეს, ხო, რაღაც ანათებს, მაგრამ ჩვენ თუ ამას დავუწერთ 255-ს, ну 250 კაი იყოს. ამ შემთხვევაში თუ დაუკვირდებით, უფრო მეტი სიკაშკაშით აინთება. თუ აქ დავწერ მე 10-ს, მაშინ ძალიან პატარაზე, ნახეთ, ძალიან პატარაზე განათდება. პრაქტიკაშიც ასეა, როდესაც პრაქტიკაში უკვე ავაწყობთ წრედს, თუ დავუწერ 10-ს, აინთება ძალიან პატარაზე, თუ დავუწერ 255-ს, აინთება მაქსიმალური სიკაშკაშით. ახლა მე აქ რეზისტორი რომ არ გავუკეთო, შევაერთე აქ, გავუშვი და კოდი. ამ შემთხვევაში აქ საშიში არაფერი არ არის, არაფერს არ მეუნება, LED არ იწვება, მაგრამ მე თუ აქ დავწერ ახლა 255-ს და runs, ანუ starts დავაწვევი, მაგ შემთხვევაში აი ნახეთ, აქ სახელის ნიშანის დამიწერა, აქ ხელა მანიშნებელი სიმბოლოც გამოიტანა, რომ რაღაც შეცდომა მაქვს წრედში. ხო, ეს უკვე ნიშნავს, რომ პრაქტიკაში თუ ასე გავაკეთებ, უკვე LED-ს დავწვავ, ანუ გავაფუჭებ, გადაიწვევა და всё გადასაგდები იქნება ის. Stops დავაჭიროთ, ეს ისევ დავუბრუნოთ თავის პოზიციას, აი აქ, ეს მივიტანოთ, აი აქ. ახლა starts დავაჭიროთ და აი როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში არაფერს არ ხდება. უბრალოდ LED ინთება მაქსიმალური სიკაშკაშით, ეს ხო 220-ზე მაქვს, კი ბატონო. ახლა პირობა გვაქვს ასეთი, ნენელა უნდა მოიმატოს
სიკაშკაშე, ერთი წამით უნდა იყოს 10-ზე, შემდეგ ორი წამით უნდა იყოს 50-ზე, შემდეგ სამი წამით უნდა იყოს 100-ზე და შემდეგ 4 წამით უნდა იყოს ჩამქვრალი. კარგი, ამას სტოპს დავაჭერ, ესე იგი პირველი უნდა იყოს 10. შემდეგ აქ გადმოვედი და დავუწერეთ delay და ეს უნდა იყოს 1 წამით, ანუ ყველაზე დაბალი განათება უნდა იყოს 1 წამით. შემდეგ უნდა იყოს 50-ით განათებული, ამიტომ ეს მოდი შეგვიძლია ახლა დავაკოპიროთ. Ctrl+C, Ctrl+V ასე ჩავსვათ და აქ დავუწერ 50 და აქ დავუწერ 2000, ანუ 2000 მილიწამით უნდა იყოს ანთებული 50 სიკაშკაშით. ახლა ისევ ჩავაკოპირებ ამას. შემდეგ უკვე 3 წამით უნდა იყოს, ამიტომ აქ 3000 დავწერ და 3 წამით უნდა იყოს 100-ით ანთებული და შემდეგ უკვე უნდა ჩაქვრეს 4 წამით. ამიტომ აქაც მე ჩავსვამ, ახლა ჩავაკოპირებ და ჩაქრობა როგორ იქნება? ჩაქრობა იქნება 0, ხო? ანუ აქ რიცხვს დავწერ 0-ს, ესე იგი 0-ით იყოს ანთებული. ამ შემთხვევაში საერთოდ არაფერს არ აანთებს და ეს იყოს 4 წამი, ანუ 4000 მილიწამი უნდა დავწერ აქ. Starts დავაჭიროთ. თავიდან ოდნავ აინთო 1 წამით, შემდეგ 2 წამით უფრო აინთო, შემდეგ 3 წამით კიდევ უფრო აინთო და შემდეგ ჩაქვრება 4 წამით. ახლა შემდეგ ისევ დაიწყება თავიდან ლუფის შესრულება. აი აინთო და ასე გადაუყვება თავიდან ბოლომდე. მერე როდესაც დაასრულებს ბოლო ბრძანებას, ისევ დაიწყებს თავიდან. Stops დავაჭიროთ, მოვნიშნოთ ეს. გადავედით აქ, XX დავაჭიროთ, ეს საერთოდ წავშალოთ და ჩავსვათ აი ასე. Submit continuous დავაჭიროთ, ვნახოთ ახლა შემდეგი დავალება რა გვაქვს.